მიხეილ სააკაშვილი კიევის უნივერსიტეტში სტუდენტებსაც შეხვდა და ლექციაც ჩაატარა. ლექციის დასრულების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტ სტუდენტებმა შეკითხვებიც დაუსვეს. ისინი საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდნენ. შეხვედრა უნივერსიტეტში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვამაყობ, რომ საქართველოს ყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც წინაღუდგა წინააღმდეგობებს. დააჩვენა, რომ საქართველოს უნდა განვითარება და არა უკან დაბრუნდება. თქვენ უკვე დაასრულეთ 2 ვადა პრეზიდენტობისა საქართველოში. მე მაქვს წინადადება, ხომ არ იქნებოდით მომავალში უკრაინის პრეზიდენტი. საქართველოში არის ბენდუქიძე, რომელმაც მოახდინა ეკონომიკური საოცრება და არის მცდელობა, რომ მას წაართვან 2 უნივერსიტეტი. არის მერაბიშვილი, რომელმაც მოახდინა საოცრება სამართალდამცავ სფეროში და რომელიც ახლა ზის ციხეში. ხართ თქვენ და იცით რა გააკეთეთ და არ შეგიძლიათ დაბრუნდეთ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ გიბარებენ მთავარ პროკურატურაში. თქვენმა პარტიამ წააგო არჩევნები ადამიანთან, რომელიც პირდებოდა ხალხს ფუნთუშებს ხეებზე უფასოდ. მე მაინტერესებს, ხართ თუ არა იმედგაცრუებული ქართულ ხალხზე, რომელმაც არ დააფასა ეს. პოლიტიკაში მადლიერება არ არსებობს, კარგ საქმეებს ადულად ივიწყებენ, ხოლო განაწყენებულებს წყენა არ ავიწყდებათ, რაღაც დროის შემდეგ ისინი გდევნიან შენ. დიახ, ახლა მერაბიშვილი ციხეშია, მათ სურთ რომ საქმე აღძრან ჩემს წინააღმდეგ. უпростоრად მოწმედა მიძახონ. ამავე დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ მოხდეს ჩემი დაკითხვა. თავარია, რომ ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ შევქმნით, განამყარათ. ეს არის რეფორმების მთავარი შედეგი. ჩვენ შევქმნით პოლიცია, რომელიც დღემდე არ არის კორუმპირებული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში მოვიდნენ ძველი გაიშნიკები, რომლებიც ჩვენ გავუშვით. ჩვენ შევქმნით საბაჟო, რომელიც ასევე ჯერ კიდევ არ არის კორუმპირებული. ჩვენ შევქმნით საგამოსთო სისტემა, რომელიც ასევე არაკორუმპირებულია, მაშინ, როდესაც ის უფრო კორუმპირებული იყო ვიდრე პოლიცია. ეს ყველაფერი არის რეფორმების შედეგი. ისინი კი მოვიდნენ პროგრამით, რომ გაანადგურონ ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები და შუშის შენობები, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე ევროპის ყველაზე თანამედროვე არქიტექტურა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.